მოგესალმებით ჩემო კათარზისში მოკეიფე მეგობრებო. ჰოლიკას მშვენიერ სხეულზე მობინადრეთ კიპები ამბობენ რომ ერთხელ მაინც ყველა ადამიანს ცხოვრებაში უნდა ჰქონდეს ნათამაშები ფორესტი. ეს არის თამაში, რომელშიც შეგიძლიათ რომ გაატაროთ ასობით საათი მიყოლებით და დაკარგოთ ის ერთადერთი მეგობარიც, რომელიც გყავთ. თამაში, რომელშიც რამდენჯერაც ცულის ჩარტყმა მოგინდებათ ხეზე, იმდენჯერ მაუსის მარცხენა ღილაკს უნდა დააწყაპოთ. და არა ისე როგორც ნორმალურ თამაშებში, ანუ დააჭერდა სანამ არ მოჭრის ხეს, ურტყავს და ურტყავს. ალბათ ახლა კითხულობთ, ხერაში მჭირდება იმაში რომ მეიტყემლოთ, მოიტყემლოთ და აშენოთ სახლები, გემები და ასევე დაამზადოთ ისეთი რამეები, რისი დამზადება ცხით ისეთივე შეუძლებელია, როგორც Outlast-ის ნახევარსაათზე მეტხანს თამაში. თამაშს აქვს თვისება, რომ მომენტებში თავი გაგრძნობინოთ უსუსურ კურკლად, რომლის შეჭმაც ყველა ადგილობრივ კანიბალს სურს. და არა, კანიბალები კოპროფილები არ არიან და არც თქვენ ხართ, ანუ პირდაპირ გაგებით კურკლები, ანუ საუბარია თქვენი ტრაკის კუნთის ქრონიკული სპაზმებით გამოწვეულ სულიერ მდგომარეობაზე. ასევე თუ მეგობრებთან ერთად თამაშობთ, თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ თვამს თქვენს სექსუალურ ორიენტაციას, რადგან თამაშის საბოლოო მიზანი ის არის, რომ იპოვო შენი შვილი. ხოლო, როდესაც მეგობრებთან ერთად თამაშობ, გამოდის, რომ შვილს ერთზე მეტი მამა ყავს და ასე ფარულად გვაპიდარასდებენ ამ მშვენიერ თამაში. ახლა კი გეიმპლეი. თამაში გამორიჩევა უორიგინალურესი დასაწყისით, ანუ ვართ ჰაერში, გადავადგილდებით თვითმფრინავით, წარმოიდგინეთ ჰაერში ვართ და მივფრინავთ. პირდაპირ ბერძნული მითოლოგია ვართ, ხო? მოვლენების განვითარების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. ხელზე მეფხაუჭება ადრეულ ასაკში გამელოტებული შვილი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ღმერთი მთლად ბედნიერი არ არის ჩვენით და ჩააწკლიპურდა თვითმფრინავი. ესე იგი, თვითმფრინავი ვარდება და ფეთქდება, ხოლო შვილმა ერთხელაც არ შემომხედა, ერთხელაც არ დაიწკმუტუნა. ლოგიკა ამ თამაშს არისტოტელეს ორგანონით აქვს გადანაწილებული. დასაწყისი, როგორც აღვნიშნე, არის ორიგინალური, იმდენად ორიგინალური, რომ ყველა ჰორორ თამაში, რაც კი არსებობს და იარსებებს, დაიწყება სწორედ ასე, თვითმფრინავის დაცემით. აქვე ჩნდება ადგილობრივი ბავშვის უფლებათა დამცველი კანიბალი, რომელსაც მიჰყავს ჩვენი შვილი, რადგან ჩვენ ყოლად უპასუხისმგებლო მშობლები ვართ. შემდეგ დალეწილ თვითმფრინავში აღმოვაჩენთ თეფშს, რომელზეც საჭმელი ისე იდეალურად დევს. თითქოს არანაირი ავიაკატასტროფა არ მომხდარა. აქვე აღმოვაჩენთ ადგილობრივ საკურორტო ზონას, სადაც კანიბალები ტურიზმს ანვითარებენ. უბრალოდ ჩვენ ცუდ დროს ჩამოვედით და ყველაფერი ასლანის დროინდელ ბათუმს გავს. გრეიდინგი არ მომწონს, ამიტომ შევცვლი ასე უკეთესია. ესე იგი, როგორც აღმოჩნდა, თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ თამაში პოლ ვოკერიც ჩაერთოთ და საკმაოდ კრეატიულია. ბუნება მთლად ისეთი არ არის, რომ ქართველ კაცს სენტიმენტებზე დააწვეს და ბედნიერების ცრემლი გადმოუშვას. კიდევ ერთი საკურორტო ზონა, სადაც გაუგებარი მიზეზებით ჩემსკენ სინქრონულად მოიწევენ კუები. ასეთი დახვეწილი სინქრონი ბოლოს სუხიშვილების კონცერტზე ვნახე. კიდევ ერთი კუმოდის, რომელიც ოდნავ ჩამორჩენილია, ფიზიკურად თუ გონებრივად არ ვიცი და ეს საიდუმლოდ რომ დარჩეს კუს მოვკლავ, რომ ვერავის გაუმხილოს და ვფიქრობ, რომ არც მოწმეების დატოვება ღირს. რისკები აუცილებლად უნდა შევამციროთ. ამ თამაში წყალს აქვს ასეთი უცნაური თვისება, რომ როდესაც მასში შედიხარ, ის ცურვის საშუალებას გაძლევს. ეს აშკარად არის წინა წლის ტურისტის გემი, ნავი, არ ვიცი რა ჰქვია, სიღარიბეში ვიზრდებოდი და ფუფუნების საგნების სახელები არ ვიცი. ჩავდივართ შიგნით და ვაგინებთ თამაშის დეველოპერს იმ მიზეზით, რომ ბოლო აპდეიტის მერე ყველაფერი არის ჩაშავებული, ჩაბნელებული და არაფერი საერთოდ არ ჩანს. სახლის დაპროექტება შეგვიძლია პირდაპირ წიგნიდან, რომელიც თამაშის დასაწყისში შვილს ავახიებ. ვფიქრობ არ ეწყინება, რადგან მკვდრები წიგნებს არ კითხულობენ. ხოლო ახლა უნდა მოვჭრათ ხე და მორები მივიტანოთ სახლის პროექტთან. ხე მოიჭრა და ახლა მაგდა პაპიძის ოჯახის პაროდიას აკეთებს, ეცემა და 4 ნაწილად იკუწება. ეს არის ჩვენი ინვენტორი, როგორც ხედავთ, კაცს შვილი იმდენად უყვარს, რომ მის სურათს ატარებს და ჩანთის ისეთ ნაწილზე ათავსებს, საიდანაც ყველაზე მეტი არის შანსი, რომ დაკარგავს და სურათის აღარ ექნება, რომ გარდაცვლილი შვილი გაიხსენოს. ვფიქრობ, იმ კანიბალმა ღირსეულად წაართვა ამ კაცს შვილი, ანუ მე. ვფიქრობ, რომ სახლის მშენებლობა დასრულდა, სახლი ნამდვილად დახვეწილი გამოვიდა, ასიმეტრია მხოლოდ თქვენს თვალებში არსებობს, ევრორემონტი, შესანიშნავი ინტერიერი, ტუალეტი არ აქვს, მაგრამ აქვს რაკოვინა, მაპატიეთ რუსულისთვის ჭურვი, ნაჭუჭი, ნიჟარა. სახლი ნამდვილად დიდებულია, ვფიქრობ, რომ იმდენად დიდებულია, რომ ასეთი ქონების შენახვას მე ვერ შევძლებ, ამიტომ სჯობს, რომ მაი მარკეტზე დავაგდო განცხადება და ეს სიმწრით ნაშენების სახლი გავყიდო, იმედია კლიენტი მალევე გამოჩნდება. სხვათა შორის ჩიტები ამ თამაში არიან ძალიან უცნაურები და ძალიან მაშინებენ. მათ შეუძლიათ მიწაში ჩაფრენა და გაფრენა. ალბათ თამაშის დეველოპერმა ჩათვალა, რომ ჩიტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ უპრობლემოდ შეეძლოთ მიწაში შედრიფტავება. და ეს მე მაიძულებს, რომ დავუბრუნდე იქ, სადაც 500 მილიონი წლის წინ წყნარად ვიყავი და ცხოვრება დავასრულო. იცით რამდენი თინეიჯერი იკლავს ყოველწლიურად თავს. თქვენ რა გენახულებათ, თქვენ სიხართ და პროვოკატორის let's play ვიდეოთი ერთობით.
ისინი კი მკვდრები არიან, მათ სიცოცხლე დაასრულეს, მათ ვერ გაუძლეს იმას, რასაც თქვენ უძლებთ.